ვფიქრობ, რომ ყველა კარგად იცის დღევანდელი დღის ისტორიაში ნაარსი ლაზარეს შაბათი ყველასთვის ცნობილია, ვინც ეკლესიაში უკვე დადის, არის წევრი წმინდა ეკლესიის. ასევე არსებობს გარდამოსცემაც, რომ პრეთით აღდგომით ლაზარე, რომელიც აღადგინა პრეთით. შემდეგ ორი ვერსია არსებობს, ერთი ვერსიის თანახმად ის უნდა წასულიყო სამხრეთ საფრანგეთში და იქ მარსელის მიდამოებში მას უნდა ეკადაგა ქრისტიანობა. ეს არის ერთ-ერთი ვერსია. მეორე ვერსიის თანახმად ლაზარე უნდა წასულიყო კვიპროსზე და იქ გამხდარიყო ეპისკოპოსი, რომელიც როგორც გადამოცემა ამბობს, წმინდა პეტრე მოციქულის მიერ იქნა ხელდასმული და ბაზილიკას აგზელებდა იქ და გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ჩვენ შეიძლება დავსაუბროთ, რომ რა არის სწავლა პრეთით აღადგინა ლაზარე და ასევე თავად განსხვავების აღდგენით. განსხვავება არის ორი. ერთი ის, რომ ლაზარეს თავისთავად არ შეეძლო სიკვდილის დატოვება, ანუ ის ქრისტეს დახმარებით მასშტაბის საშუალებით ღმერთის ძალაუფლებით აღსდგა. იესო ქრისტე კი თავად აღსდგა, ასე მასა დაჭირდა სხვა ხელი, სხვა დახმარებას თავად აღსდგა. ეს არის ერთი სხვაობა და მეორე სხვაობა ის არის, რომ მას ხوارი აღდგომის შემდეგ არ გადაასწრიდა ლაზარე, ისე რომ სიკვდილი განიცადა და ის სიკვდილი გარდაიცვალა. თუმცა ამ შინაარს ამ ისტორიას ჩვენ კონკრეტულად არაფერს არ შეუძლია, შეიძლება ვთქვათ, რომ აქ დიდი სულიერი საზრდო ჩვენთვის ამ მომენტისათვის არ არსებობს, ამიტომ ყოველთვის ჩვენი ამოცანა ეკლესიის დასრულების დასაწყისის არის ის, რომ როდესაც ვაცხოვრობ, როდესაც ვეზიარებთ, როდესაც რაღაც ინტერესს ვკითხულობთ, ყოველთვის ეს უნდა გაკეთდეს არამექანიკურად, არამედ ბუნებრივად და გულისმიერად. ანუ გონება და ბუნება იყოს ჩართული ჩვენს რიტუალურ მოქმედებაში. შემთხვევაში იქცევას შარდ რიტუალა, რომელიც არის აგერს არ მომწონს. შესაბამისად, თვითონ უნდა დავსვათ, რას ნიშნავს თემანდელი დღესასწაული დღე და რა შეუძლია დღევანდელი საფარება. მე ძალიან მოკლედ შევეცდები ის შინაარსს გამოცემას. პირველი ეს არის ის და ხშირად ვამბობთ ამის შესახებ, რომ აღდგომის პერიოდი ეს ეკუთვნის ასევე არამარტო მართალთან მორწმუნეთა საკრებულოს, არამედ იმ საკრებულოს, რომელიც არის წინ ასეთ დგას და ელოდება, როდის გახდება თანაზიარი წმინდა ეკლესიის და მათ ჩვენ უზარდოთ კათოლიკურებს, ანუ მონასტერებს. შესაბამისად, დღევანდელი საფარების შინაარსი არის შეიძლება ითქვას ქრისტოლოგიური, ანუ იესო ქრისტეს ბიოგრაფიის, იესო ქრისტეს პროფილს, ასე ვთქვათ, შეგვახსენებთ კიდევ ერთხელ და რა გაგებით. ეკლესია მე-19 საუკუნეებში განსაზღვრა იესო ქრისტეს ბიოგრაფია და თქვა, რომ ამ პიროვნებაში ერთსა და იმავე დროს იყო ღმერთი და იყო კაცი, ადამიანი ცოდვის გარშე. და ეს განსაზღვრება ესწავლება ჩვენ დღეს მოვისმინეთ იოანეს სახარებაში, მე-11 თავში პირველი 45 მოწვეული იყო ბუგი შორის, რომ ქრისტე, რომლის მეგობარიც იყო ლაზარე, განიცდის მის მდგომარეობას, შეწუხებულია და პირის. ორჯერ არის ახსენებული მის პირის. ამით რას ხედავ ჩვენ იესო ქრისტეს პიროვნებაში? მის რომელ უნებას, რომელ ხარეს, ადამიანებს. ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ იესო ქრისტე იყო მხოლოდ ღმერთი პიროვნებაში და არა ადამიანი. ის იყო ადამიანი, ის განიცდიდა, მას პირობა, მას ცხოვრობა, მას განსაცდელი თავს აქტუალიზდა და ბოლო მომენტში გესამანეს მართლს ხოს, რომ უშესაძლებელია არ იყოს მას ეს სასმისი, რადგან მას ეს არ შეუძლია როგორც ადამიანს. აქ ამ მომენტებში ხედავთ სრულიად ადამიანურ ფილოსოფიის პიროვნებას. თუმცა ამავდროულად ხედავთ ასევე მის საფრთხო თავებრივ ენერგიას, თავებრივ მაგნუსიებას, თავებრივ ყოვლის შემძლეობას, რომ ის ქრისტე ისე და ესე რომელიც პირის ამავდროულად არის უნარის მქონე, რომ აღადგინოს ლაზარე. ანუ სიკვდილს უბრძანოს, რომ გავიდეს ლაზარესთან.
მას შეუძლია, მას ხელისუფლება სიკვდილზე ასე ვთქვათ დაბანაკება. ეს არის ამ რელიგიის სიახლე და ჩვენი შინაარსი ამ რელიგიაში უნდა დავუმატოთ, რომ ქრისტეს აქვს ხელისუფლება, რადგან ის არის ყველა ძლიერი, რომ უბრძანოს სიკვდილს, რომ გავიდეს ჩვენი. რომ სიკვდილს არ კონდეს ძალა. შესაბამისად, ამით უკვე გვახსენებს ეკლესია, რომ შევდივართ ახლა ახალ პირეულში, განსაკუთრებულ პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ ლაზარეს შაროთი არის ერთგვარი რაღაც უკვე დამშვიდობება დიდ მართვის მთავარ პერიოდთან და შესო უკვე ავადებში, უკვე მნიშვნელობაში, სადაც იესო ქრისტეს ბოლო პერიოდი, მის მოვაზრების ბოლო პერიოდი უშუალოდ თანმატელი გახდება მართვის, მის ასეთ შემდეგ კვირაში მიიღებს მონაწილეობას მსახურებებში. მთელი სცენარია წარმოდგენილი, თუ რა ხდება აცხოვრის თავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესია დღევანდელი სახარებით ლაზარეს აღგინებით გვაჩვენებს, რომ იესო ქრისტეში იყო ორი გუნება, ორი ნება, ორი ენერგია, საღვთო და ადამიანი. ეს არის პირველი. მეორე მომენტი არის ის, რომ ის ლოდი, რომელიც მიგორებული განაკვეთთან, ასე ვთქვათ, რომელიც ზიმერი გუნებრივია, ამ ლოდში ჩვენ უნდა დავინახოთ ყველაფერი ის, რამაც უნდა ეს ხელშეშალო, რომ არ მოვიდეთ წინა ბაზიდან და არ ვიზიაროთ. არ შევხვდით მაცხოვარს უშუალოდ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე საყვარელ მომენტში. წარმოიდგინეთ, ოჯახებით ქორწილი ნაკურთხია ერთისგან და მეუღლეს ენათა არიზიარებს არცეს. მოგეკითხება, რა ხდება ამ ეს სხვა შემადგენელი ნაწილი თქვენ სიყვარულის, თქვენი სიცოცხლის, რომ განიცადოთ ერთმანეთის ბოლომდე, რაც თქვენ და ამოგვიგვარი თქვა, უბრალოდ არის უხერხული. ამიტომ ის ლოდი, რომელიც იქ იყო მიგორებული ლაზარეს საფლავზე, არის ის ყველა მანკიერი ფიცება, რომელიც ჩვენში არსებობს. თქვენ არ იფიქროთ, ის არ ეზიარეთ, რომ ისინი მის ეზიარებთ, ღირსეულები იყვნენ და თქვენგან განსხვავებულები არიან, ამ სულიერებაში ან წარმატებულები არიან რაღაც მაღალ საფეხურებზე. ეს მცდარი შეხედულება იქნება. არა, ჩვენ ვეძავთ, კადნიერდებით იმ მოტივით, რომ ღმერთი მოწყალია და რა იმ მოტივით, რომ მე ღირსეული ვარ და შენზე უკეთესია. ეს არის დაფუძნებული, ეს არის ახსნა განმარტება მათთვის, რომ ჩვენ მიუხედავად ჩვენი სიცოცხლეებისა, ჩვენი წოდებისა, მაინც არ ვნებდებით უფალს. გახსოვთ, ზედამაში ორკინალი იაკობი, რომელიც არ ვნებდება ღმერთს. აი ეს მენტალიტეტი გჭირდება, რომ ევქარისტიული სულიერება გავაცნოთ, ან ზიარებითი სულიერება გავაცნოთ ჩვენში და ამ მხოლოდ რაღაც გარეგნული რიტუალი, სამთით და ასე შემდეგ შემოვიდა. კიდევ ერთხელ ამბობთ სამთის წინააღმდეგ გადაწყვეტი და გამარჯვება. ამიტომ ის ლოდი, რომელიც იქ არის ჩვენში ყველა ეს ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის ღმერთთან ასე ბოლომდე თანაზრებაში. და ამის მაგალითი საერთოდ დავინახეთ, რომ ქორწინების საერთოდ ასაშქავს პრაქტიკულ მონაცემში. ძირითადად ეს არის, რაც მინდა გაგიზიაროთ და წავიღოთ დღეს ის განცდა და ეს ფიქრი, რომ ღირსეული არავინ არ არის ჩვენგან, მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ მოქმედება, ჩვენი ღმერთთან თანაზრება მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული არის ასე ვთქვათ მის მოწყალებაზე. და ეს მოწყალება იყო სწორედ ის, რაც ღმერთმა დაიყო ლაზარესთან მიმართულებით. რომ არ ათხოვნა ლაზარეს დედის, რომ არ მოთიწმენა, სხვა შემთხვევაში ლაზარე ვერ აღსგებოდა. ხედავთ, ეს ენერგია, ეს მოძრაობა, რომელიც ნაჩვენებს მისმა დებმა, არის ჩვენი ორივე სეცადელა აკითხოს გზას. აცხოვარი არ იკითხება, თუ რა ცოდები ჩაიდინა, რა არის მიზეზი, რომ დაიცვალა. ეს ცოდები, ეს რუში და ასე შემდეგ. არა. სრულიად სხვა განზომილებაში შეყავს ჩვენი ცნობიერება. არა ის, თუ შენ რა შავი მხარეები გაქვს პირად ცხოვრებაში, არამედ ის, რომ სამსხოა, რომ შენ შავ მხარეებთან ერთად, ასე ვთქვათ, თავიდან დაიწყო ღმერთში ურთიერთობა. გზამს ამის. თუ გზამს, მაშინ შეგიძლია ასევე ფერსალება განიცადო და ის 4 დღის გარდაცვლები, ასე ვთქვათ, ერთით აღადგინა. ეს ჩვენთვის რაც ნიშნავს, რომ ჩვენში დაიწყოს ახალი ცხოვრება, ახალი მოძრაობა, ახალი დინამიკა. ეს არის საიდუმლო და ეს არის საინტერესო. როდესაც განიცდიათ ეს თავიდან დაწყება ცხოვრების, მას ასევე განიცდია ეს თუ რა სიხარული აქვს ამას. და ბედნიერების მომცემი, რაიმების მომცემი, როცა აღსარებდნენ გამოდიხარ სრულად თავისუფლად. როცა ეზიარები იმ მოტივით, რომ არა ღირსი ხარ, არამედ მოწყალება ღმერთი.
აი ამ მოტივით რომ მიდიხარ აზრიდან მიგავს ენერგია. ამასაც ვერ ხედავს შენ თანამშრომელი, მაგრამ შენში არსებობს ძალა და ენერგია და სიყვარული, რომელიც თან დაყრდნობა და რომელიც განსხვავების მომჭედრება. ასევე აქვს სამხედრო ადამიანის ცვლის ის ხასიათში. ხასიათი მნიშვნელოვანი რამაა. ხასიათი შეიძლება ვერ განახორციელოს მერე პრაქტიკაში პრაქტიკაში. ნებელობით გადავაკეთოთ ყველაფერი, რაც საერთოდ საინტერესოა. კარგი სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, ვინც მართლობს.